რეგულარიზაცია. პირველად საქართველოს ისტორიაში ვატიკანის არქივში დაცული ისტორიული დოკუმენტები ქართველმა მეცნიერებმა დაათვალიერეს. სამკაციანი ჯგუფი 10 დღის განმავლობაში ეცნობოდა იმ მასალას, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ. საქართველოს შესახებ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს და ქართველი მეფეებისა და წარჩინებულების პირად მიმოწერას მოიცავს. რა საიდუმლო მასალებია დაცული ვატიკანის არქივში და როგორია ქართველი მეცნიერების სამუშაო გეგმა? სპეციალურად კურიერში 9 საათზე სალომე ბენაშვილის რეპორტაჟი. ყველაფერი ბევრად უფრო უკეთესად გამოვიდა, ვიდრე ჩვენ ამას ველოდით, იმიტომ რომ მივიღეთ ამის შესახებ სრული წარმოდგენა და რაც შეეხება აღმოჩენები წინ არის. მოინახულეს 5 არქივი, მათ აქვთ უკვე კონკრეტული წარმოდგენა გასაწევი სამუშაოს თაობაზე, ჩვენ სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ, უკვე შეიძლება ითქვას და სადღაც ოქტომბერში მოხდება ალბათ მეორე გასვლა უკვე კონკრეტული ამოცანით, უკვე კვლევითი ამოცანით.